აქტს, რომელიც ყასემ სულეიმანის ორგანიზაციამ წლების წინ პირდაპირ ჩვენი დედაქალაქის ცენტრში დაგეგმა. აფეთქება თბილისში უნდა ყოფილიყო სერიული ტერორისტული შეტევების ნაწილი, რომელიც ერთდროულად რამდენიმე ქვეყანაში განხორციელდა. ჩვენ გაგვიმართლა. სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით, სადაც ზუსტად იმავე დღეს აფეთქებებიც მოხდა და ადამიანებიც დაიღუპნენ. Allahu Akbar. Allahu Akbar. Allahu Akbar. მესამე მსოფლიო ომი არ დაიწყო თორემ მართლის წერტილად თბილისს აღმაშენებლის გამზირ დაუსვამდნენ. დროდ 2012 წლის 12 თებერვალს. ხუთწუთიანი გაჩერება და შენ უკვე თბილისის საავტომობილო მოძრაობის ნაწილი ხდები. მასთან ერთად კი მსოფლიო ტერორისტული მოძრაობის ნაწილიც. 2012 წლის თებერვალში ასე ჩაერთო რომან ხაჩატურიანი მსოფლიო მასშტაბის ტერაქტების სქემაში, რომელმაც მხოლოდ შემთხვევით არ იმუშავა. ხაჩატურიანის მანქანას თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა მიაკრეს, როდესაც მან შვილი 116 საჯარო სკოლაში მიიყვანა და სულ რამდენიმე წუთით შეყვა ეზოში. ისრაელის სპეცსამსახურებმა, ისევე როგორც ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტრო მოხდარში დაადანაშაულა ირანი და მართლაც როგორც თბილისში, ისე დელიში ყველა კვალი სწორედ ირანისკენ მიდიოდა, იმიტომ რომ ამ აფეთქების მცდელობებს წინ უსწრებდა ურთიერთობის დაწაბვა ირანსა და დასავლეთ შორის. რომან ხაჩატურიანი თავისი მანქანით ემსახურებოდა საქართველოში ისრაელის ელჩის იცხაკ გერბერის ოჯახს, მის მეუღლესა და სამ შვილს. ცხადი იყო, რომ სამიზნეები ისინი იყვნენ. იამანის ქუჩიდან სადაც ხაჩატურიანმა შვილი დატოვა, ისრაელის ყოფილსაჩუმდე არის სპიდომეტრის მიხედვით 2 კილომეტრი და 800 მეტრი, ანუ 3 კილომეტრიც არ არის. დატვირთულ მოძრაობაში სამუშაო დღესაც კი ამ მანძილის გავლას კაცი გამოწია 10 წუთი სჭირდება. ფაქტია, რომ ტერორისტებმა იცოდნენ ხაჩატურიანის მოძრაობის მთელი მარშრუტი დაწყებული მის სახლიდან გაგრძელებული სკოლით და დამთავრებული ისრაელის საელჩოთ. მარტივი მისახვედრია, რომ მთელს ამ გზაზე მიყვებოდნენ კიდევაც. ელოდენ როდის ჩაისვან და ისრაელის ელჩის ცოლ-შვილს იმისთვის, რომ მისი მანქანის ქვეშ დამაგრებულ ტელეფონზე უკანასკნელად დაერეკათ. ზუსტად იმავე დღეს ინდოეთის დედაქალაქში ისრაელის უსაფრთხოების ატაშეს მეუღლე ააფეთქეს. გამოძიება თავიდანვე გაყვა ვერსიას, რომელიც ისრაელის პრესამ მიიჩნია ყველაზე სანდოდ. ორივე ტერაქტი ჩაფიქრებული იყო შურისძიებად ლიბანური ჰეზბოლას ერთ-ერთი ლიდერის იმად მუღნიას დაღუპვის მეოთხე წლისთავისთვის. მუღნია მანქანის აფეთქება შეეწირა და შემსრულებლებად რა თქმა უნდა მოსადი დაასახელეს. მოკლედ კბილი-კბილის ჰექსოგენის წილ. 4 საათში სამი აფეთქება გაისმა ბანგკოკში. დაშავდა რამდენიმე ადამიანი. ტაილანდის პოლიციის გამოძიების მასალებით სამიზნე იქაც ისრაელელი დიპლომატები იყვნენ, მაგრამ ტერორისტებს თვითნაკეთი ბომბები უდროო დაუფეთქეს. სამ ქვეყანაში